მოგესალმებით. საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ ის ინფორმაცია, რასაც ჩემგან ისმენთ, გასაბამიდან ამ დრომდე დაფარული იყო ადამიანთათვის, გარდა იესო ქრისტესი. მისი მიზეზიც გახლავთ საკაცობრიო ცნობიერების ზრდასრულ დონემდე მიუღწევობა. თუ რატომ ვერ იყო საზოგადოებრივი აზროვნება მომწიფებული საიმისოდ, რომ ჭეშმარიტება შეეცნო, ცხადია ამას აქვს თავისი საფუძველი. და კერძოდ კი ის, რომ კაცობრიობის შექმნის მიზანი გონიერი ადამიანის მიღებაა. მისთვისაც ადამიანთა მოდგმას აზროვნების განსავითარებლად დადგენილი იქნა დროზე გათვლით მიმდინარე თაობათა ცვლის პროცესის შესრულებადი გენეტიკური კანონმდებლობა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ამჟამად სწორედ ამ პროცესის სასრულ სტადიაში ვიმყოფებით და ის მოიცავს ფაქტობრივის სახით გენეტიკურ ნაყოფთა მიღებას. ვინაიდან ადამიანური ფენომენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელი მხოლოდ იესო ქრისტე იყო, ამიტომ უკვე აუცილებლობა მოითხოვს ადამიანთათვის სიმართლის შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რა ფენომენია ქრისტეობა. ვინ იყო იესო ნაზარეველი და რატომ ეწოდა მას ქრისტე? მაგრამ ამის შეცნობის შემძლეობას სჭირდება გათავისება იმისა, რომ ეს სამყარო არის ქმნილება. ქმნილება კი არ შეიძლება მუდმივი იყოს. ვინაიდან ქმნილება ნიშნავს ნაწილთან ერთით მიღწეულ გამთლიანებას, ხოლო ნებისმიერი სახის ნაერთს კი კავშირის არსებობის სათავისო დრო აქვს დადგენილი. რისი გასვლის შემდეგაც მასში უკვე იწყება რღვევის პროცესი. ეს მატერიალური სამყაროს კანონმდებლობაა და იგი ვრცელდება მასში არსებულ ყოველივეში და თავისთავად თავად მასზეც. აქვე დავძენ იმასაც, რომ ადამიანის ქმნილება და თანაც ამ სამყაროს ერთ-ერთი ნაწილთაგანი. იგი არ არის შექმნილი იმ დონის არსებად, რომ მისმა აზროვნებამ შეძლოს ჩაწვდომა ამ სამყაროს სიღრმეებში, რადგან აზროვნების მექანიზმი ემყარება გრძნობათა ხუთეულს, რომელიც მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხებისა და გემოს შეგრძნების ორგანოების საშუალებით ფუნქციონირებს, რომელთა შემადგენლობაც მიწიერია და ამიტომაც მისი შემძლეობა ვერ სცდება დედამიწური მიზიდულობის საზღვრებს. მაგრამ ამასთანავე მიწიერი ელემენტებით შექმნილ სხეულს ნაბუძები აქვს არამიწიერი შემადგენლობის სული, რომელიც მომცველი არის პროგრამა გონებისა, მსგავსად იმისა, როგორადაც სხეულია მომცველი აზროვნებისა. გონებასა და აზროვნებას შორის კი ის სხვაობაა, რომ გონების პროგრამა სრულყოფილად შევსებული და თანაც ერთი და იგივე მიცემული აქვს თითოეულ ადამიანს, ხოლო აზროვნებას კი თავად ადამიანი ივსებს, მისთვის ბოძებული თავისუფალინების გამოყენების ხარჯზე. ახლა კი ვისაუბრებ გონებისა და აზროვნების ფუნქციათა შესახებ, ვინაიდან სწორედ ამ ორის ფუნქციონირებაზე არის დამყარებული ადამიანის სიცოცხლის უნარიანი. გონება მომცველია იმ კანონებისა, რომლის დაცვაც განაპირობებს არამიწიერი სულისა და მიწიერი სხეულის კავშირით შემდგარი გამთლიანების შენარჩუნებას. ამიტომ თუ კი სხეულის აზროვნება გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ კანონთა დაცვით, მაშინ ასეთი აზროვნების პატრონი არ გადაუხვევს იმ ფილიკიდან, რომელიც მას აქვს გენეტიკური კანონმდებლობით გათვლილი და დაბადებითვე მიცემული საიმისოდ, რომ თავიდან იქნას აცილებული შეჯახებები სამყაროში არსებულ იმგვარი ენერგიული ტალღების მომცველ შემადგენლობებთან, რომელიც მას ზიანს მიაყენებს. რაც შეეხება აზროვნების გონებასთან თანამშრომლობას, ის შედეგს რწმენა ჰქვია და სწორედ ის არის განკარგავი ადამიანის ბედისწერისა. ამიტომ ცხადია, ის ჭეშმარიტი მაშინ იქნება, როცა პიროვნება იქნება გონებაში მყოფი კანონების დამცველი. რადგან სწორედ გონების საძღვნებია, რომ ამოწმებენ ადამიანის ნაფიქრ ნამოქმედს. ისინი კი ყოველ პიროვნებაში იმყოფებიან და განავინოს შეუძლია, რომ თავის თავს დაუმალოს თავისი ნაფიქრ ნამოქმედანი. ახლა კი ქრისტეობის ფენომენსა და იესო ნაზარეველს უნდა მოგაწოდოთ ის ცოდნა, რაც აქამდე არავის უთქვამს და ცხადია ვერც იტყოდა. იმიტომ რომ მისი გასაცხადებელ დროით დადგენილი იყო ის პერიოდი, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით, რომელსაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამი ჰქვია. ვინაიდან მის დროს მიმდინარეობს გენეტიკურ ნაყოფთა მიღების პროცესი. ქრისტეობა ეს არის მისიონური როლი, ამიტომაც არ შემოისაზღვრება პიროვნულობის ჩარჩოთი, რადგან ამ სტატუსის მიღები ამ როლის შემსრულებელია. უფრო მეცაც გეტყვით, ქრისტეობის მისიის შემსრულებელი თავდაპირველად ამ სამყაროში ცისკრის ანგელოზის სახით იქნა მოვლინებული. მან ღმერთის მიერ დადგენილი პროგრამის შესაბამისად იმოქმედა და შედეგსაც მიაღწია. გარდაისახა ედემელ და არა დედამიწელ ადამიანს.
ხოლო სატანამ, რომელიც ასევე ანგელოზი იყო, არ დაიცვა ღმერთისაგან დადგენილი წესები და ამიტომაც შესაბამისი შედეგიც მიიღო. იმ დონეზე დაეცა მისი ანგელოზური სული, რომ კოსმოსურ მიზიდულობას მოსწყდა და დედამიწურს დაექვემდებარა. ედემში, ანუ ჩვენი გაგებით მარსზე, უკვე ადამიანის სახით წარმოდგენილმა ქრისტეობის მისიის შემსრულებელმა შექმნა გონების პროგრამა საიმისოდ, რომ ადამიანთა მოდგმა შექმნილიყო. ამიტომაც იუწყება ბიბლია ქრისტეზე, რომ მისით შეიქმნა წუთი სოფელი და სოფელმა კი ვერ იცნო იგიო. ხოლო ადამიანზე კი ამბობს იმას, რომ რასაც უწოდებდა იგი რაიმეს, ის იქნებოდა სახელი მისიო. და მართლაც გონებაში ყოველივეს და ყველაფერს აქვს ერთადერთი წოდება, რომელიც რიცხვების საშუალებით არის გამოსახული მასში. ამის შემდეგ საჭიროა მოითხოვა ის, რომ ქრისტეობის მისიის შემსრულებელი უკვე ადამიანის სახით მოვლინებულიყო და სამისო პიროვნებად შერჩეული იქნა იესო ნაზარელი. ამასთანავე იმასაც მოგახსენებთ, რომ დადგენილი არის ქრისტეობის მისიის შემსრულებელი პიროვნების მეორედ მოვლინებაც და სწორედ ამ პროცესის ფაქტობრივად აღსრულების დროში ვიმყოფებით ახლა. უნდა გაცნობოთ ის, რომ განსხვავება არის პირველ და მეორე მოსვლისათვის დადგენილი მისიის შესრულებაში. რადგან პირველი მოსვლის დროს მისია ითვალისწინებდა მთელი საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვას, რაც ვერ მოხდებოდა სისხლის დაუყრელად. ამიტომაც გახდა საჭირო მისიის შემსრულებელი პიროვნების გარდაცვალება. ხოლო მეორედ მოსვლის დროს კი მისია წარმოადგენს იმას, რომ მან დახმარება გაუწიოს მის ნამდვილ მოვლოდინეებს და მისი ნამდვილად მოვლოდინენი კი ისინი იქნებიან, რომლებიც შეიცნობენ სრულიად ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომად გამოქვეყნებულ მხილებულ ჭეშმარიტებას და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებენ. საჭირო დროს კი მოხდება ასეთთა შეკრება საიმისოდ, რომ მათ შეუერთდეს მისიონერი, რომელიც ამჟამად უკვე აღარ მოკვდება და მას ევალება მის მომლოდინეთა აღზრდა შემდგომი ნაბიჯის გადასადგმად. ახლა კი მცირედ დახმარებას გავწევ იმათ საყურადღებოდ, ვინც დაბნეულ მდგომარეობაშია სიმართლის მოსმენის გამო. რადგან საუკუნების მანძილზე რაცოდნაც გადადიოდა ხალხში და სწორად ითვლებოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ სიცრუე ყოფილა. ამჟამად იმაზე მოგახსენებთ, თუ რატომ არ სწავლობს ღმერთი რელიგიას და მეცნიერებას, ანუ ფარისევლებსა და მწიგნობარებს. ღმერთი ამბობს, რომ რელიგიებმა სიცრუეების სიმართლეთ მიაღებიეს ადამიანებს და თან ამას ღმერთის სახელით სჩადიოდნენ. ამიტომაც მოახერხეს მათი რწმენის მიტაცება და ყველანი წყელაში შეიყვანეს, რითაც დაამსახურებიეს ბედისწერისაგან ღვთის რისხვის განაჩენის მომგა. განა ბიბლია პირდაპირ არ ამბობს იმას, რომ ღმერთი ხელთქმილ ტაძრებში არ მკვიდრობსო და თან იმასაც დასწრებს, რომ ღმერთის სასופვებელი თავად თქვენშიაო. ნუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ ღმერთის ძალაზე აქვს საუბარი და არა ღმერთის ფიზიკურობაზე. ამ სამყაროს შექმნილი ხომ ხელთქმილ ტაძარში კი არა, თვით ამ სამყაროს შემადგენლობაში ვერ იქნება ფიზიკური სახით. განა რომელიმე შემოქმედი შეიძლება ფიზიკურად იყოს თავისი ქმნილების შემადგენელი ნაწილი. ცხადია, ეს შეუძლებელია. აბა კიდევ სხვაგარად როგორ უნდა ეთქვა ღმერთს ადამიანთათვის ის, რომ რელიგიურ ტაძრებში მისი ძალა არ სუფევს. ხოლო მეცნიერთა შესახებ ღმერთი იმას აცხადებს, რომ მათ არ ექნებათ შინდობა იმის გამო, რომ თავიანთი ნიჭიერება გონებისაგან განაცალკავეს. რომ ვერც ამ ქვეყნის შემქმნელისაგან დაწესებული კანონებში ერკვევიან და ვერც იმას იცნობენ, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენი მისიის შემსრულებლად მოავლინა. ამიტომაც მათი ნამოღვაწარი ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ადამიანებს. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, როგორ მოახერხა რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა, ასევე მეცნიერებამ და პოლიტიკამ ის, რომ ძალზედ უამრავი სიცრუე სიმართლეთ მიაღებია ადამიანებს. საკითხავი კი სწორედ ის არის, თუ რა შედეგს გამოიღებს ყოველივე ეს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ საჭიროა იმაში კარგად გარკვევა, თუ რა ითვლება ბედისწერის განსჯისას სიცრუეთ და რა სიმართლე. ისი პასუხიც ასეთია. ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დაცვით განსჯილი სიმართლეა და მის საწინააღმდეგოდ განსჯილი კი სიცრუე. ის შესაბამისადაც სიმართლით მოქმედებისაც წყაური ღვთის წყალობაა და სიცრუით მოქმედებისა კი ღვთის რისხვა. ამიტომაც სიმართლის მოქმედთა შორის ღვთიური ძალა მძლავრობს და სიცრუით მოქმედთა შორის კი სატანი. ხოლო რაც შეეხება ხალხის მართვად ძალას, ცხადია ის იქნება, რომელი მხარის გამოაქტიურებელნი სჭარბობენ. სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს ის რეალობა, რომ კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე სიცრუე ყოველთვის ასწრებდა სიმართლეს. რაც იმიტომ ხდებოდა, რომ ადამიანთათვის ნაბოძებმა თავისუფალმა ნებამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ სატანისათვის იქნა მიცემული ხელმწიფება სამოქმედ.
მაგრამ რეალობა კი ის არის, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია კიდეც, რომ ყოველგვარ სიცრუეს აქვს დასასრული. ამიტომაც, სადაც იგი დამთავრდება, იქ უკვე სიმართლე მშხამდება. მოგახსენებთ იმასაც, რომ ამჟამინდელი პერიოდი სწორედ ის პერიოდია, როცა ყოველგვარ სიცრუეს გასდის თავისი არსებობისათვის დადგენილი ვადა და ეს ცხადია, რასაც გამოიწვევს სიცრუით ნაშენების ჩამოშლას. რაც ეხება ნებისმიურ სახეობას. პირადული იქნება ეს საზოგადოებრივი სფერო თუ რწმენის მხრივი. ამ პროცესის განვითარება გარდაუვალია და გეტყვით უფრო მეტსაც. იგი უკვე დაწყებულია და დღითიდღე იგრებს ძალებს, რადგან ღმერთის მიერ არის დაწესებული ასე და ამიტომაც აუცილებლად ბოლომდე სრულყოფილად შესრულდება კიდეც. აი ამის გამო ამჟამად აუცილებელი ის, რომ შეცნობილი იყოს ჭეშმარიტება და მხოლოდ მისი გათვალისწინებით გადაიდგას ნაბიჯები. რაც გამოიწვევს კიდეც აღსრულებას იმ კანონისა, რომელიც იუწყება იმას, რომ რელიგიებს ჩამოერთვებად მიტაცებული რწმენა და გადაეცემა იმერს, რომელშიაც გამოიღეს კიდეც ნაყოფს. ასე თავიდან იქნება აცილებული სიცრუის ნანგრევებში მოყოლა, ვინაიდან თითქმის შეუძლებელია ის, რომ ამ ნანგრევებს ცოცხლად გადაურჩეს ვინმე და მით უმეტეს დაუზიანებლად გამოსვლაც მოახერხოს. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრაზე.